მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერ საათზე მე ანუკა გიფაძე. სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში მალე საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დაიწყება. დაგეგმილია მიხეილ ყავალაშვილისა და პეტერ პელეგრინის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, ასევე მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. მიხეილ ყავალაშვილი შეხვდება სლოვაკეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესაც. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ბრატისლავას ისტორიული ციხე-სიმაგრე საქართველოს დროშის სფერებში განათდა. თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მიხეილ ყავალაშვილი სლოვაკეთში გუშინ ჩაფრინდა. დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, მოგესალმებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ომხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალები ბევრად უფრო მეტია. ჩვენ გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, გვექნება შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ამ ურთიერთობებისა. განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, თუმცა გვექნება საუბარი ასევე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც როგორც სლოვაკეთს, ასევე საქართველოს აქვს, როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე ისაუბრა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში კახა კალაძე. თბილისის მერის განმარტებით აპრილში ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და საზოგადოება საინტერესო სიახლეებს შეიტყობს. კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები დაცული იქნება. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან არა მხოლოდ უბრალოდ ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია ასევე ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, რადგან წინა ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით იყო ტრული დამოკიდებულება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ბოროტებაზე, არასწორ ინფორმაციაზე, შანტაჟზე, მუქარაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ არ დაგვიმალავს ეს დამოკიდებულება, აბსოლუტურად ღიად საუბრობდით ამ ყველაფერზე. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან არა მხოლოდ ურთიერთობები და მეგობრული დამოკიდებულება, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული. აპრილის თვე დასახელდა, სადაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ხომ არ მიგვანიშნებთ რა ინფორმაციას გულისხმობთ? დაველოდოთ, ყველაფერი ცხადიდან ნათელი იქნება. ამ კონტექსტს ეხება კი, ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას. დაგეგმილ სინოდის ხდომასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებებს აკეთებენ სასულიერო პირები. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრ მეუფე შიოს მიერ მოწვეულის ხდომა 12 საათზე დაიწყება და განიხილება ძირითადად ტექნიკური საკითხები. განხილვის თემა უნდა იყოს გაფართოებული კრების დეტალებით, სადაც პატრიარქის შერჩევა იგეგმება. ეს იქნება სინოდის მეორე ხდომა ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ. ამ კრების მთავარი მიზანი არის განიხილონ ის საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. ანუ რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, წმინდა სინოდის კრების ადგილი, დრო, სივრცის მოწყობა, დელეგატთა რაოდენობა და ვინაობა, პროტოკოლის საკითხები და ასევე თითოეული ის საორგანიზაციო ტექნიკური საკითხები, რომელიც მოიცავს ამ სინოდის სხდომას. ასევე გვინდა მოუწოდოთ საზოგადოებას და გავახსენოთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით დიდ მარხვის პერიოდში და თითოეულ ჩვენგანს გვმართებს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთად მივაგოთ ღირსეული პატივი ჩვენს უწმინეს და უნეტარეს ილია მეორეს.
ეკლესია თავად შეძლებს ზედმეტი ჩარავების გარეშე საუკეთესო პატრიარქის არჩევას აცხადებენ მმართველ გუნდში, რითაც სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ ახალი პატრიარქის შერჩევის პროცესსა და სინოდთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. უმრავლესობის განმარტებით მსგავსი ტიპის ცნობები ეკლესიისა და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების მაქსიმალურად დაზიანებას ისახავს მიზნად. მუდმივად ცდილობენ ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, მოახდინონ ზეგავლენა სინოდის გადაწყვეტილებაზე, სრულიად დესტრუქციულად აშუქებენ მოვლენებს, რომელსაც ან საერთოდ არ აქვს ადგილი რეალურ ცხოვრებაში, ან ხდება მათი მხრიდან ფაქტების უკიდურესი დამახინჯება, რითაც საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ ავლენენ მთელი საზოგადოების წინაშე. ყველამ შეიკავოს თავი, წმინდა სინოდის ხდომა ჩატარდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებით. მათ ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა უწმინდესისა და უნიტარესისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისათვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი და ამის გათვალისწინებით ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე მიაყენონ რეპუტაციული ზიანი სწორედაც დედა ეკლესიას, წმინდა სინოდს. საქართველოში გასული წლის სექტემბერში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით ჩამოსული მისიის ანგარიში წარადგინეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე. დოკუმენტი რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავს, შედგა დებატები და კენჭისყრა. ანგარიში ტენდენციურად და მიკერძოებულად შეაფასეს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებიც სესიას ესწრებოდნენ. მათი განმარტებით, ტექსტში არ არის ნახსენები არც ერთი სიტყვა 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე, გამორჩენილია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებიც. მიგვაჩნია და ვთვლით, რომ ეს ანგარიში არის ტენდენციური, არ ასახავს რეალობას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა არჩევნებამდე და არჩევნების მერეც თავისთავად, იმიტომ რომ არ არის არც ერთ პუნქტში მოხსენიებული ის თუ რაც გეგმავდა ოპოზიცია 4 ოქტომბრამდე და შემდეგ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული გადატრიალების მცდელობა, რომელიც იქნა აღკვეთილი, ამაზე საერთოდ არ არის გამოხვილებული ყურადღება, ასევე არ არის გამოხვილებული ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა არჩევნებთან მიმართებაში, როდესაც თვითონვე კონგრესის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ ჩამოსული საქართველოში და თვითონ იყვნენ გაკვირვებულები თუ რატო არ იღებდა ოპოზიცია მიღებულ მანდატებით პარლამენტში თავიანთ საქმიანობაში მონაწილეობას და ამ საკითხებზე ბუნებრივი აღარ საუბრობენ. თავისთავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს გააძლიეროს თავისი წინსვლა. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მკაფიო მოსაზრება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად არის საცდენილი რეალობას. არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არის საქართველოში დემოკრატიის კუთხით, ქართული ხალხის ნების გათვალისწინებით და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა ეროვნული ინტერესების და ღირებულებების დაცვით. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე მორგი პროცესი შედგა. დაცვის მხარის მოწმის რანგში გამოიკითხა მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებული გელა უძილაური. მისი მტკიცებით გამომძიებლებმა მას ძმებ მიქაძეებისთვის ხელის დადება და მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელება გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ მოსთხოვეს. თუმცა რეალურად ის მათ საერთოდ არ იცნობს. უძილაურმა საქმესთან დაკავშირებით უარყო კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი ჯოხაძის კავშირიც. აღნიშნული ჩვენება მორიგ ტყუილად შეაფასა ბრალდების მხარემ. უძილაურს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. მკვლელობის დამკვეთად საგამოძიებო უწყება მოთარ რომანოვ ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნა გამოცხაებული. გელა უძილაურის საქმე რომ დასრულდებოდა, ბრალდების მხარე იმედოვნებდა, რომ გელა უძილაური აუცილებლად დაადებდა ხელს ამ კონკრეტულ პირებს. დასრულდა გელა უძილაურის საქმე და დღეს გელა უძილაურმა სასამართლოს თომაზე დაადასტურა, რომ არანაირი შემხებლობა არც გიორგი ჯოხაძეს და არც მიქაძეებს მოცემულ კონკრეტულ მკვლელობასთან დაკავშირებით არ ქონიათ. ასევე ის გარემოება, რომ გიორგი ჯოხაძემ აბსოლუტურად არაფერი არ იცოდა ამ მკვლელობის შესახებ. ძალიან ხანგრძლივად ისაუბრა, თუ რა პირადი ანგარიშსწორება ჰქონდათ ერთმანეთთან მას და ლევან ჯანგველაძეს. ერთ ვერსიაში იყო რომ დაკარგა იარაღი, მეორე ვერსიაში იყო რომ გადააგდო იარაღი, მესამე ვერსიაში იყო რომ არ იცი სად არის იარაღი. მართლა გულწრფელად მაინტერესებს სადამდე შეიძლება წავიდეს ეს მისი ფანტაზია. როგორც დაცვის მხარე ვარაუდობდა, უნდა დავიჯეროთ ის რეალობა, რაც სრული აბსურდია პირდაპირ ვაცხადებ, იმიტომ რომ ეს ადამიანი, რასაც ამბობს, ჯერ თავის თავს ეწინააღმდეგება, მერე განვლილ ჩვენებას ყველას ეწინააღმდეგება
დამოკიდებულება და ახსნები აქვს ეხა ჩვენების არასწორი ინფორმაციის მიწოდების ირანმა და ჰეზბოლამ ისრაელზე მორგი მასშტაბური იერიში მიიტანეს. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონებში საჰაერო განგაში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო. სახალის პირველადი შეფასებით ცენტრალურ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 10 ბალისტიკური რაკეტა ისროლის. ნეიბრაკში დაშავებულია 3 ბავშვი. პარალელურად იერიში ისრაელისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული ძალები ირანის სამხედრო და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე განაგრძობენ. აფეთქებებია თეირანში, ისპაჰანში, შირასსა და ხორდადში. სამხედრო ობიექტებთან ერთად კოალიცია ირანის თავდაცვით მრეწველობასა და ეკონომიკის საკვანძო ობიექტებს უტევს. დარტყმები იყო სამომსხვილეს ფოლადის ქარხანაზე, ასევე კომპლექსზე, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ირანის პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს მიმართა. მასუდ პეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის როგორც დაპირისპირება, ისე თანამშრომლობა თანაბრადაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ირანი ნებისმიერ აგრესიას გაუძლებს. პეზეშქიანს არ უხსენებია ტრამპის გუშინდელი განცხადება, შეგახსენებთ ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ ირანის პრეზიდენტმა მას ცეცხლის შეწყვეტა პირადად სთხოვა. აღნიშნული ინფორმაცია მალევე კატეგორიულად უარყო ირანის საგარეო წყება. ამერიკელი სამხედროები ირანში მიმდინარე ოპერაციას უახლოეს პერიოდში დაასრულებენ, ამბობს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს უაღრესად ძლიერი დარტყმები ელის, რაც ქვეყანას ტრამპისვე მტკიცებით ქვის ხანაში დააბრუნებს. თუმცა ირანი უარს იტყვის ამერიკულ პირობებზე, იერიში ერთდროულად იქნება ქვეყნის ყველა საკვანძო ელექტროსადგურზე, ამბობს თეთრი სახლის ლიდერი. ახლო აღმოსავლეთში გამოჩენილი პასიურობის გამო დონალდ ტრამპმა ნატოელი მოკავშირეები გააკრიტიკა. თავად ალიანსს კი ქაღალდის ვეფხვი უწოდა. ზოგიერთი ძალიან ცუდი მოკავშირე გვყავდა, ისინი ქაღალდის ვეფხვები არიან. ნატო გვერდით არ დაგიდგება თუ ოდესმე დიდი ამბავი მოხდა. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ დიდ ამბავში. იმედია ეს არც მოხდება, მაგრამ ისინი იქ არ იქნებიან. ჩვენ კი მილიარდებს ვხარჯავთ. უკრაინაში საერთოდ არ უნდა წავსულ ვიყავით. უკრაინა ათასობით მილის მოშორებითაა ოკეანის გაღმა. ჩვენ მათ დავეხმარეთ, ნატო ძალიან ცუდად მოგვექცა. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ისინი ისევ ასე მოგვექცევიან თუ ოდესმე მათი დახმარება დაგჭირდება. თუმცა იმედია არასდროს დაგჭირდებიან. არ მგონია საერთოდ რამის გაკეთება შეეძლოთ. მე ბრიტანეთსაც ვკითხე, რომელიც ჩვენი საუკეთესო მოკავშირე უნდა იყოს. ვუთხარი, თქვენ ხომ გაქვთ ის ორი ძველი დაშლილი ავიამზიდი. იქნებ გამოგეგზავნათ. ვუთხარი, შენ ხომ პრემიერ-მინისტრი ხარ თქო? არა და არაო. ჩემს გუნდს უნდა ვკითხო, ბატონო პრეზიდენტო. თუ შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გამბლოკვის ოპერაციაში არ ჩაერთვებიან, ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. მუქარა ამერიკის პრეზიდენტმა წამოაყენა. ინფორმაცია Financial Times-მა სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გავრცელა. გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი იმუქრება, რომ შეაჩერებს უკრაინისთვის პრიორიტეტული შესყიდვების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები შეერთებული შტატებისგან იარაღს კიევისთვის გადასაცემად ყიდულობენ. როგორც Washington Post-ი წერს, პენტაგონი უკვე განიხილავს შესაძლებლობას ირანთან ომისთვის გადაამისამართოს ის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინის შეერაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი. ამასობაში კი კაცობრიობა მთვარეზე ბრუნდება. NASA-მ მისია არტემისი 2-ის ფარგლებში კოსმოსური ხომალდი ორიონი დედამიწის თანამგზავრისკენ გაუშვა. 4 ასტრონავტი დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა 10 დღის განმავლობაში მთვარეს უნდა შემოუარას და დედამიწაზე დაბრუნდეს. გათვალისწინებულია მთვარეზე დაშვებაც. პილოტირებულმა ხომალდმა სტარტი ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აიღო. ეს მისია პირველია ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც ასტრონავტები კვლავ მიუახლოვდებიან მთვარეს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს არა მხოლოდ ასტრონავტების მოკლევადიან ვიზიტებს, არამედ მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობის შექმნას. ასეთი იყო კურიერი 10 საათზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე ამით გემშვიდობებით. რუსთავი 2-ის ეთერს კი ბიზნესი ახლებით სოფო უხანაშვილი განაგრძობს. მოგესალმებით.